მოკლედ ახლა ველოდები ჩემი დიზაინერი უნდა მოვიდეს მარიამი და სახლი ავზომოთ. ეს არის ჩემი დიზაინერი მარიამი მიესალმეთ და მეც ამ წამს დავიცანი, ხალხო რუსთავში ჩამოვიდა დაიკარგა, რა თქმა უნდა. ეს არის ანა, მისი ასისტენტი, გაიცანით. რა თქმა უნდა, ორივე დაიკარგა. საასახევარი მოდიოდნენ და ძლივს მოაკნეს. შოკში არიან და დასვენება უნდათ, მაგრამ არ იქნება დასვენება. ჩვენ ახლა მივდივართ, რომ სახლი ავზომოთ. ცხოვრებაში არ ამიზომია არაფერი, ალბათ მარტო ჩემს სიმაღლეს და ჩემი ძმის სიმაღლეს უზომავდით ხოლმე ბავშვობაში. და ჩემი მეტრიანი რაღაც აზომი ქონდა ხოლმე, დაგვაყენებდა და მე და ჩემ ძმას გზომავდა. ეგ აზომა ვიცი, მაგრამ მაგიც მე ანუ მე არაფერი არ ამიზომავ. ხო და ეხლა ძალიან საინტერესოა რა, საერთოდ როგორ ხდება ეგ აზომვა. ბევრ რაღაცას გავიგებ, ბევრ რაღაცას ვისწავლით და წარმოდგენა უფრო შემექნება. ფიქრობ, რომ იყოს ერთი ოთახი, რომელიც იქნება 15 კვადრატი პლუს 5 კვადრატი იყოს გარდერობის ოთახი. იქნება მისაღები, კაი გემრიელი დიდი, იქნება სამზარეულო, რომელიც დიდად გამოყოფილი შეიძლება არ იყოს და აივანი არის დაახლოებით 6 კვადრატი, რომელიც მინდა მოვაწყო აი ძალიან ჩილ დღეებისთვის და საღამოებისთვის რა. რამდენიმე მეგობარი რომ დაჯდება და რამეს ითამაშებს, ყავას დალევს, მზეს მიეფიცხება, საღამოს ღრმად ისაუბრებენ და ასე შემდეგ. ჩემს პატარა გულს გაუხარდება ის, რომ სახლში აუცილებლად მქონდეს რაღაცა კუთხეები რა, სადაც დავწერ, წავიკითხავ და მუსიკას მოვუსმენ. სამუშაო სივრცე უნდა იყოს ცალკე ოთახში, სადაც მძინავს რო ავდგები და კარს გამოვიკეტავ, მინდა რომ დავტოვო ეგ მოუდი და გადავიდე მერე სამუშაო სივრცეში, რომელიც იქნება სულ სხვა ხასიათის.